პლურალიზმი, ლიბერალიზმი, თავისუფლება, დემოკრატია, ეს ყველაფერი არის ფუჭის სიტყვები, თუ არ არის სამართლიანობაზე დაშენებული. დღევანდელი სახელისუფლებო ბალანსი ქალაქში უსამართლოა. და არანაირად არ შეიძლება. მე იქვე ვთქვი, 1 საათი რომ იყოს დარჩენილი არჩევნებამდე და სამართლიანობის აღდგენა იყოს შესაძლებელი, მე ვიბრძოლებ, რომ სამართლიანობა აღდგეს. და მარტივია. თუ ამისთვის არ იღწვი, ეს არჩევნები ჩვენ გვაქვს ჩასატარებელი. და მე მაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი იმაზე, რომ ეს სამართლიანი არჩევნები შეუძლებელია ჩატარდეს, თუ ხარჯვის ნაწილში კონტროლის მექანიზმები და ბერკეტები არ იქნება საკრებულოს. მე ვთავაზობ თბილისის მერიას, რომ ერთად ჩამოაყალიბოთ სამართლებრივი სარჩული შეუქმნათ ამას და ერთად ჩამოაყალიბოთ წინა საარჩევნო, რომ არც მათ, არც მე, არც ჩემს კოლეგებს არავით არ გაგვეშდეს არანაირი კითხვები ხარჯვით ნაწილზე. ანუ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობთ ის? შეთანხმებული საკრებულოსთან. დიახ. ოღონდ სამართლებრივ ჭრილში. კი,